თქვენი შვილი გათხოვილი თუ იყო, რატომ მაშინვე არ გითხარით? გათხოვილი ქალის ხელის სათხოვნელად რატომ დაგვიბარეთ? მისი ფოტო ატელიეს ვიტრინაშიც კი გამოგიდიათ. შემთხვევით დავინახეთ. ასე უნამუსოდ, ჯერ არავის მოვუტყუები ვართ. გითხრეს გონულხანი მიწესიერი ქალიაო, თქვენ კი მათ უარა აღმოჩნდით. ასე როგორ შეიძლება არ გწვენიათ? მაბადიეთ. მაბადიეთ. თან კარიც მოგვიჯახუნა. იმის მაგივრად რომ ბოდიში მოიხადოს. წავიდეთ, რაც უნდათ ისკნან. რცხვენოდეთ. როგორ? ასე როგორ მოიქეცი? ფიქრეთ იცოდე ინანებ. გამიშვი. ფიქრეთ გააჩერე. გამიშვი. მიშველეთ. გამიშვი. გადმოდი. გამიშვი. სწრაფად გადმოდი. გამიშვი. ხელი გამიშვი. ფიქრეთ გამიშვი. გთხოვ გამიშვი. მითხარი რა გინდა? პირდები ყველაფერზე შევთანხმდებით. პირდები. ცხოვრება დამიგრია ისუნ. ყველაფერი დამიბრუნე რაც ოდესღაც წამართვი. ხელი გამიშვი. ფიქრეთ გამიშვი. გთხოვ გამიშვი. მინდა რომ დაისაჯო. პასუხი აგო იმ დანაშაულებებზე რაც ჩაიდინე. შენი ტანჯვის ყურება მინდა. ფიქრეთ გთხოვ. სისულელი არ ჩაიდინო გთხოვ. სისულელეს რას ეძახი? შენი საქმე წასულია ისუნ. სიცრუეზე აგებული ცხოვრება ბოლოს მოგიღებს. ფიქრეთ გაჩერდი. პოლიცია გიპოვის. მიპოვოს. წინააღმდეგი არ ვარ. მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს. შენ კი ყველაფრისთვის პასუხს გაგებინებ. არ მაინტერესებს მოკვდები თუ გადარჩები, მაგრამ ყველაფერს დამიბრუნებ, რაც მომპარე. ამას გაიძულებ. იცოდე ინანებ. წამოდი. გამიშვი მტკივა. ფიქრეთ, მიშველეთ. ფიქრეთ იცოდე მწარედ განანებ. გეფიცები განანებ. გამიშვი. მიშველეთ.
ჩემი მოტყუება გინდოდა არა? ამით გინდოდა ჩემი მოტყუება. ეს მე არაფერი შემჭირდება. არ შემჭირდები, არ შენი ფოტოები, არ მინდა შენი ცოლი ვიყო. გაგიჟდი, ჰაზან? რა ლამაზი და ძვირადღირებული ალბომია. ძვირადღირებულია? თუ ასეა დააბრუნე. არ დახიო. ერთი ფოტო მაინც დაიტოვე საპატარძლო კაბაში. ცხოვრებაში ასეთი გაბრაზებული არ მინახი ხარ, რა დაგემართა? გაჩუმდი. შენი მოსმენა აღარ მინდა. რაც უნდა მოხდეს. გაგშორდები. გასაგებია? გაბაჩავაცვი, ფოტოები გადავუყე, ფოტო ალბომი გავუკეთე. ბოლოს კი ადგა და წავიდა, ყოჩა ხაზან. რა დაგემართა? არაფერი, უბრალოდ ჩავფიქრდი. როცა ლაპარაკი მოგინდება, ყოველთვის მოგისმენ. სათქმელს გულში ნუ დაიტოვებ. რა მოხდა? არ მეტყვი? არაფერია. გასაგებია. იმ ადვოკატმა ალბათ ისეთი რაღაც გითხრა, რამაც გაგაბრაზა. არაფერი უთქვამს, დაივიწყე. არა, ასე. იმ ადამიანისგან უსიამოვნებას ნებისმიერ მომენტში უნდა ელოდო. ამას დანახვისთანავე მივხვდი. კარგი, დავივიწყოთ. სად წაგიყვანო, რისი გაკეთება გინდა? არ ვიცი. აზრები მინდა მოვიკრიბო. სადმე მშვიდ ადგილას წამიყვანე. რა თქმა უნდა, როგორც სიტყვი. სანაპიროზე წაგიყვან. ხასიათზე მოხვალ. არა მგონია. მაგრამ კარგი. სიტყვა არ მათქმევინა. ახსნის საშუალება არ მომცა. რა თქმა უნდა. როცა გაიგო, რომ სასტუმროში იყავით, ჩათვალა, რომ ერთმანეთს ხვდებით. რა საშინელებაა? მაგრამ ეს როგორ დაიჯერა? ამაზე ფიქრი ჭკუიდან მშლის. ვინ მგონი ვარ? სხვას რას ელოდი? მისთვის ყველა უცხოა. არავინ ახსოვს. გაბრაზებულია, რადგან სჯერა, რომ ეს სიმართლეა. უნდა გენახა. ლაპარაკის საშუალება არ მომცა. უზნეო და უსინდისო მიწოდა. საშინელება იყო. სასწრაფოდ უნდა გადავარწმუნო. სასწრაფოდ. ძმაო, ნუ ჩქარობ. ჯერ გუნს მოვიდეს. დარწმუნებული ვარ, მოგისმენს. დემირ მეგობართან მინდა წავიდე. შეიძლება? რა თქმა უნდა, ძვირფასო. წადი, სულ ჩემს დამშვიდებაში ხომ არ იქნები, არა? დამშვიდდი. შენ დამნაშავე არაფერში ხარ. აუცილებლად გაირკვევა ყველაფერი. კარგი საყვარელო, შეხვედრამდე. კარგი, ნახვამდის. ხელი გაბიშვი. შედი. ბედნიერი იყავი, როცა დამაპატიმრეს. გეგონა იქედან ვეღარასოდეს გამოვიდოდი, არა? აი სუნჰანიმ. სახლი ჩემი წყალობით ჩაიგდე ხელში. საბუთებს ხელი მოაწერე. რა საბუთებია? შენი უძრავი ქონების საბუთებია. შენი ქონება. ყველაფერი, რაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობით მოიპოვე, ახლა ეს ყველაფერი ჩემი გახდება. გაჩერდი. თუ ფული გინდა იმდენი მაქვს, რომ ორივეს გვეყოფა.
გთხოვ, შვიდად დავილაპარაკოთ. შენთან შვიდად დალაპარაკება შესაძლებელია? ფიქრეთ, უძრავი ქონების ასე უეცრად გაფორმება ეჭვს გააჩენს. უფრო მეტი პრობლემა წარმოიქმნება. ხვდები? ცოტა დაფიქრდი. პრობლემები ახლა შენ გაქვს აისუნ, თანაც საკმაოდ სერიოზული. შეგიძლია მოატყუო პოლიცია, პროკურორი, გამომძიებელი, მაგრამ მე ვერ მომატყუებ. მხოლოდ მე ვიცი, რა მზაკვრული ბუნება გაქვს. დადგად, რომ ყველაფრისთვის პასუხიაგო. Allah'ın cezası. ჯანდაბა. Allah'ın cezası. ჯანდაბა. ჩემთან დარეკოს კიდევ ბედავს? Aç şunu Demir. მიპასუხე, დემირ, მიპასუხე. Sana ihtiyacım ძალიან მჭირდები. Hadi. მიდი. ჯანდაბა. Aysun Özdil. აისუნ ოზდილი ვარ. აისუნ ოზდილი მომიდაცეს. დამეხმარეთ, თორე მომკლავს. გთხოვთ, დამეხმარეთ. არა. არ შემეხო. წადი. ამის გამო მწარედინანე ფიქრეთ. გამიშვი. ღმერთმა დაგწყევლოს. დამეხმარეთ. გამიშვი. გამიშვი. დამეხმარეთ. იცოდე ინანებ. გამიშვი, გამიშვი. წარედინანე ფიქრეთ. Bir de albüm კიდევ ალბომზე მელაპარაკება. Lanet olsun onunla evlendiğim. დასწრებულს ღმერთმა ის დღე, როცა შენზე დავქორწინდი. Vazgeçmesin. არ მაინტერესებს რა გინდა. Duymadan bitecek bu iş. იქამდე უნდა გამქორწინდეთ, სანამ ვინმე გაიგებს. Bir daha böyle ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი დასრულდეს. Bu. Çünkü ეს სასტუმროს ანგარიშია. Aysun აისუნ ოზდილის სახელზეა გამოწერილი. nasıl როგორ დაგიჯერე? Nasıl? როგორ? მომისმინე. Demir. აქედან მოშორდი, დემირ. სალაპარაკო აღარაფერია. ბაჰარ. არ შემეხო. ბაჰარ. Ben sana... ცდილობ ყველაფერი აგიხსნა, შენ კი გარბი ხარ. Sen git. ხო, მომისმინე. Dur bir saniye. Dinle. მომისმინე. Doğruları anlatmaya çalışıyorum. თორმე სიმართლის ახსნას ცდილობს. Hayır yani nedir doğru? რა სიმართლეა ასეთი?
Gizli otel ჩემს დედინაცვალ საიდუმლოდ როგორ ხდება? ღმერთო ჭკვიდან შევიშლები. Ya ötekine ne Qoç ჩემს დედინაცვალს. Ya senin kocan daha iyi. ქმარი სულ ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა. Çabuk açtın. ასე სწრაფად დაივიწყა. იქნებ მათი ურთიერთობა ახალი დაწყებული არ არის. იქნებ მამა ჩემი სიცოცხლეშივე დაიწყო. Yok artık. არა, ეს შეუძლებელია. Yok o kadar. თვალებში მიყურებდნენ და მატყუებდნენ. Gözlerimin Ara. içine baka baka არა, kaldı. დაუჯერებელია. გისმენ ფამუკ. შერებ, სასწრაფოდ მოდი. აი, სუნხანიმი გაიტაცეს. რა? სწრაფად, მოდი. არ მესმის როგორ თუ გაიტაცეს. გეფიცები არ ვიცი პოლიციიდან დარეკეს. მითხრეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ვინ არისო? პოლიციაში დაგიბარეს. შენი ტელეფონის ნომერი მივეცი. შვილო პირდაპირ პოლიციაში მიდი. მეც მოვალ. ჭანდაბა. ბაჰარ უნდა წავიდეთ. აი სუნჰანიმი გაიტაცეს. რა? როგორ? ვინ მოიტაცა? გაყოფილებაში გავიგებთ. წავიდეთ ბაჰარ. Anne. დედა, Anne. დედა? Anne. დედა, ყველაფერს აგიხსნი. Neyi açıklayacak? რას ამიხსნი? საერთოდ არ გწხვენია? გეკითხები არ გწხვენია? დედა, ყველაფერს აგიხსნი. Yalancı. უსირცხვილო. Ne yersen, არ მეგონა. ne hayırsın. ჩემი შვილი aseti მატყუარა თუ იქნებოდა. Daha fenası olur. ჩემს თავს ვუთხარი. Oluyormuş. ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს მეთქი. Sen beni თურმე შევცდი, შენ მე დამამცირე. შემარცხვინე. yer yarılsın. ნედავ შემეძლო სამუდამოდ გავკრე. Fikret. ფიქრეთ გემუდარები გამიშვი. Rica ediyorum. თავში შიშისგან ჩაგარტყი. პანიკაში ვიყავი. ენა გააჩერე აისუნ. იმედი გქონდა რომ თავს დამაღწევდი. ერთი სული მაქვს დაგსაჯო. ვერ გადამირჩები აისუნ. ჯანდაბა არ გამომდის. Demek 100 პოლიციაში დარეგე არა? მდგომარეობას უფრო ირთულებ. რა გინდა? კიდევ დიდხანს უნდა რეკო? სინან, როგორ ხარ ძმაო? ალო დემირ, ეს არის ქალის გატაცების თაობაზე შეტყობინება შემოვიდა აისუნ ოზდილი. გამახსენდა რომ ის შენი კლიენტი იყო. მაინტერესებს საქმის კურსი თუ ხარ. არაფერი ვიცი სინან. რა გატაცება? აისუნ ჰანიმი გაიტაცეს? ცოტა ხნის წინ. შენთვის არ დაურეკავს? მე არაფერი ვიცი, შენგან გავიგე. სჯობს განყოფილებაში მოხვიდე, საქმე საკმაოდ სერიოზულია. ჯერ მისი ქმარი მოკლეს, ახლა ის მოიტაცეს. შენ მისი ადვოკატი ხარ, ნებისმიერ შემთხვევაში დამეხმარები. მისი ახლობლები უნდა დავკითხოთ. კარგი სინან, მოვდივარ.
იმედია მორიგ თამაშს არ თამაშობ აისუნჰანი. ფიქრობ რომ დედა შენმა ეს დაიმსახურა? საპატარძლო კაბაში ასეთ ვითარებაში უნდა მენახე? დედა ყველაფერს აგიხსნი. რას ამიხსნი? რას მეტყვი? ვერაფერს. მთელი ცხოვრება შენზე ზრუნვაში გავატარე. სამაგეროს ამით მიხდი? უმადურო. იქნებ ტყუი. პირდაპირ მითხარი. მითხარი. Açıkla kızım. მითხარი. დედა გთხოვ მომისმინე. საერთოდ არ გცხვენია. სინდისი არ გაქვს. მთელი ცხოვრება მარტო გზრდიდი. გაჭმევდი, გასმევდი, გაცმევდი, გასწავლიდი. შენ კი სამაგეროს ასე მიხდი? სინდისი არ გაწუხებს? თავს დამნაშავედ არ გრძნობ? ნუ თუ არაფერს გრძნობ. ნუ თუ არაფერს განიცდი. არაფერს? Hiç mi vicdanı sızlamadı? Anne yemin ederim o დედა გეფიცები ჩვენი ქორწინება ფიქტიურია. ხაზან, აჯობებს გაჩუმდე. Neyin forması? წყობიდან ნუ გამომიყვან. Giymişsin. რომელ ფიქტიურ ქორწინებაზე მელაპარაკები? Sen. შენ საპატარძლო კაბა გაცვია. Hayallerini იღიმი. bile ben burada როცა იმ გარეწართან ერთად ამერიკაში წასვლა გადაწყვიტე, კიდაღამ ჭყუიდან შევიჩალე. დედა მომისმინე. შენი მოსმენა აღარ მინდა, ხაზან. შენი ტყუილების მოსმენა არ მინდა. განაგული საკმარისად არ მომიკალი. ჩემი სიამაყე ფეხქვეშ გათელე. ყველაფერი გაანადგურე. ფერფლად აქციე. დაჯექი. დაჯექი და იფიქრე იმაზე რა ჩაიდინე. აქამდე როგორ მიხვედი? ღირსება ასე როგორ დაკარგე? როგორ? Ya arkadaş ne? ასეთი ჯიუტი როგორ შეიძლება იყო? მიზეზი რა არის? რას გულისხმობ? რამე მოხდა? Ne olacak? ფოტოები დავაბეჭდინე, ალბომი გავაკეთე, მიდო და გამეხარებინე, მან კი ყველაფერი გაანადგურა. Hepsini parça pinçik etti. Ne diyeyim ki? რა შემიძლია გითხრა? Hayır, insan ასეთი nasıl ფოტოები fotoğraf სასიამოვნო çekip წუთებს აცოცხლებს. ეს კი განქორწინებას ითხოვს. Yaptığına bak şu. ჯანდაბა. Boşanacak mı? არა, არა. Demek boşanacaksın ha. წარმოუდგენელია. Öyle ya. არა. Hayırdır abi? მოიცა ძმაო, საით? დედასთან. Anneme. ვეცდები ყველაფერი მოვაგვარო. დედა რა შუაშია? რას აპირებ ვერ ხვდები? Onu de bana. ხაზალს ხელს ვთხოვ. Ne? რა? Nasıl ya? ეს როგორ? Gideceğim რა ვერ გაიგე, ხელს ვთხოვ. რა არის აქ გაუგებარი? დედა ჩემს გავული და მე მასთან წავალთ. Seni boşamak ხელი უნდა სთხოვოთ ცოლს, რომელიც განქორწინებას ითხოვს? სრულ ჭკუაზე ხარ? Biraz var neyse. ფული მაქვს. Benim hemen annem. დედას დაველაპარაკები, ყვავილებს ვიყიდი და ორივენი მივალთ. Bahar kızım. ბაჰარ შვილო. წარმოიდგინე რა მოხდა საყვარელო. ნუ გეშინია ფამუკ. პოლიცია იპოვის აისონს. თავარია რომ მან დარეკვა შეძლო. წამოდი. Sinan, სინან? Demir. დემერ, ამას მოусმინე. Şunu dinlesenize bir. აისუნოს დილი ვარ. აისუნოს დილი ვარ, მომიტაცეს. დამეხმარეთ. მომკლავენ. დამეხმარეთ, გთხოვთ. შეწყეულო. არა. ვარკვევთ. ჩანაწერებს ვათვალიერებთ. იმ მიდამოებში, სადაც ის გაიტაცეს, ჯერჯერობით არაფერია, მაგრამ ვეძებთ. სახლის კამერის ჩანაწერების ნახვაც გვინდა. Yakındır. შეგიძლიათ მოიტანოთ? Buradaki kayıtlar da önemli. Siz gidip Şegizliyet? ederseniz. დიახ, რა თქმა უნდა, მე მოვიტან. ბაჰარ.
ნუ რაფრეს შეგეშინდება. Ben hemen gider. უცებ წავალ და დავბრუნდები, კარგი? Hızlı თუ davran. ვიჩქარებთ მას მანამდე ვნახავთ, სანამ უბედურება მოხდება. თარიკ, დედა, წამოდი. სად? მოემზადე. ფრთხილად. მოემზადე. რა ხდება, რა ამბავია? მე და შენ ერთი გოგოს ხელი სათხოვნელად მივდივართ. ხელი სათხოვნელად? შენ შვილს ვინ გამოგატანს? ვის უნდა შენაირი სიძე? არ მესმის, შვილი საერთოდ არ გიყვარს? ეს რა ხუმრობაა, რა საქციელია? შვილო, მიყვარხარ. როგორ შეიძლება არ მიყვარდე? მაგრამ ღმერთი ყველაფერს ხედავს. შენ მენ გამოყვება. ნუ თუ ის გოგო ასეთი სულელია. ასე თუ ილაპარაკებ, იმ გოგოს ნამდვილად არ გამოგვატანენ. შეგწხვეს. კარგი, საკმარისია, მიდი მოემზადე. თარიკ, ჩემი შვილი ხარ, მაგრამ იმ საცოდავი გოგოს ხელი სათხოვნელად არ წამოვალ. დედა, გთხოვ, გემუდარები. ერთადერთხელ გთხოვე. მეტი აღარ შეგაწუხებ. ძალიან ეს კარგი თარიკ. ნუ მთხოვ. და დედას ნუ აგიჟებ. ღატაკი ხარ, გროშიც არ გაგაჩნია. რა დროს ქორწილზე ლაპარაკია? მე რა, სამსახურში მოვეწყობი და ჩემს ცოლს დედოფალივით ვაცხოვრებ. ღმერთო ჩემო. რა გულუბრყვილოა. Düzelmek için son fırsat. ეს ბოლო შანსია და დამეხმარე. ცხოვრების საწყობა მინდა. ვინ არის ის გოგო? თავს რომ ძირავს. ასე ვის არ გაუმართლა? ჰაზანი. დედა, ერთმანეთი გვიყვარს. ხაზანი? წარმოგიდგენია, ეს ხომ ადრე იყო. სკოლაში ერთმანეთს ხვდებოდით, მერე კი დაშორდით. Ayrılmadık. არ დავშორდით, ერთმანეთი გვიყვარს. ჰაზანს ფული არ აინტერესებს, მხოლოდ მე ვუყვარ ვარ. გეფიცები ის ანგარებიანი არ არის, დედა. Gel der miyim sen? ახლა მეც არაფერს გთხოვ. გთხოვ. თავარია მერე არ მომთხოვო. პირდები აღარ მოგთხოვ. Hadi ne olursun. წამოდი, რამდენ ხანს გელოდო? კარგი საკმარისია. მაცალე გავიაზრო. სიძე. დედა. მადლობა დემირბეის, რომ მაშინვე მოვიდა. აბა როგორ? აისუნ ხანიმი ხომ მისი საყვარელი ქალია? ვინ? აისუნ ხანიმი? საიდან მოვიდანე? თვითონ ნახე. თურმე ფარულად სასტუმროში ხვდებიან. ხო, მეც ძალიან გამიკვირდა. დემირი ცბიერი და მატყუარა ყოფილა. არც კი ვიცი ვის შეეძლო ამის გაკეთება. ეს ტყუილია შვილო. ცილს რატომ სამებ? აისუნ ხანიმი და დემირი? არ მჯერა. საქმეც ეს არის. მამა ჩემი ახლახან დაიღუპა. აისუნ ხანიმი კი უკვე სხვებთან ერთობა. არა და თითქოს განიცადა. გვაჩვენებდა რომ გლოვობდა. რა საშინელებაა. დედა ვარავინ გაიგოს. არავინ გაიგებს ფამუկ. შენც დაივიწყე. ძალიან გთხოვ, არავის უთხრა. ამას როგორ ვიზამ? არ გაგცემ, ნუ გეშინია. ვის ელაპარაკებოდი აისუნ? ვის ელაპარაკებოდი? ფიქრეთ, შეშინებულმა პოლიციაში დავრეკე, მაგრამ არ მიპასუხეს. მერე ჩემი ზარი გაწყდა. რადგან ასე ამბობ, ესე იგი გიპასუხეს. გეფიცები ხომ გეუბნები, არა მეთქი. იმას ვამბობ, რაც მოხდა. ვყვიროდი, მაგრამ არავინ მიპასუხა, გეფიცები. თავს ნუ მაბეზრებ აისუნ ხანიმ. ვიცი რა მატყუარაც ხარ. საბუთებს ხელი უნდა მოაწერო. Göreceksin. ამას გააკეთებ აისუნ.
Halo? Kemal. Beykozis ჩრდილოეთის სახლი გქონდა. Yine bir ev vardı hani. Evet. Ho, მართალია. Evet, Ho, ho. evet. ახლა ჩემია. Demir. ჩანაწერი ვნახეთ, რომელზეც აისუნჰანი მიჩანს. გარკვია სად არის? არა, მაგრამ უბანი დავადგინეთ. ჩემი ბიჭები სამძებრო სამშაუებისთვის ემზადებიან. თქვენ კი მანამდე ჩანაწერი ნახეთ. გამოგადგებათ. ეს მისი ყოფილი ქმარია. ციხიდან გაიქცა. მაშინ დავადგინეთ, როცა გავარკვიეთ, ვის შეეძლო ქალს დამუქრებოდა. ეს კაცი ციხიდანაც ემუქრებოდა. მისი მანქანა შუქნიშანთან იდგა. ისინი ზექერიაკოისკენ გაემართნენ. მერე კი მათი კვალი დავკარგეთ. აისუნჰანი იქ ცხოვრობდა, სანამ ბოლოს დაქორწინდებოდა. იმ კაცმა იქ წაიყვანა. ყველა საგუშაგოს ყურადღებას ვითხოვ. მნიშვნელოვანი ინფორმაცია აისუნჰანის სახლი აქვს ზექერეკოიში. იქ ხალხი გაუშვით. მეც წამოვალ. ბაჰარ, არ შეიძლება, ეს სახიფათოა. შენ ეს არ გეხება, დემირ. მოვდივარ. ბაჰარ, იქნებ რამე მოხდეს. ფამოქნუ გეშინია, არაფერი მოხდება. აისუნჰანიმს რომ იპოვიან, იქ უნდა ვიყო. წავედით. ბაჰარ. ნუ მეკამათები, დემირ. მოვდივარ. გადიო თახიდან. მოშორდი ჰაზან. დედა. თარიქს ვშორდები. ადვოკატთან უკვე ვიყავი. მან პროცედურა დაიწყო. და რა ვქნა? მოგილოცო? რაც არ უნდა ქნა, მართალი იქნები. თუ გინდა დამარტყი, თუ გინდა მომკალი. მაგრამ ჩადენილ ძალიან ვნანობ. აი, ეს საბუთებია. თუ თარიქი ხელს მოაწერს, ყველაფერი მალე დასრულდება. მე მისი სიტყვების მჯეროდა. მე მისი მჯეროდა, გესმის? დედა. მე და თარიქი. ჩვენ ერთსა და იმავეზე ვოცნებობდით. მაგრამ მალე ეს ყველაფერი ვინანე? მეგონა რომ ამერიკაში ყველა ერთად ბედნიერად ვიცხოვრებდით. ამიტომაც დავქორწინდით. მაგრამ მივხვდი რომ ეს არ მოხდებოდა. დედა, დიდი ხანია ყველაფერზე უარი ვთქვი. თარიქზეც და მის ფუჭოცნებებზეც. მხოლოდ ერთი რამე მინდა, რომ მაპატიო. ამ ფურცელს შეხედე, ძალიან გთხოვ, შეხედე. აი, ოფიციალური საბუთია. ჩემი თუ არ გჯერა, ამას დაუჯერე. იმედი მაქვს, რომ მალე განქორწინდებით. თარიქს ხელი მაშინვე რომ მოეწერა, ერთ საათში გავქორწინდებოდით.
და ყველაფერი მალე დასრულდებოდა. ოღონდ ის ხელს არ აწერს. ვითომ რადომ? მეუბნება რომ ვუყვარვარ და დაშორება არ უნდა. თავისი უარით ყველაფერი გაართულა. ორმხრივი თანხმობა პროცესს აჩქარებდა. თვალებში შემომხედოს და მითხრას რომ განქორწინება არ უნდა. დედა, ჯერ დამშვიდი ძალიან გთხოვ. ჰაზან, ახარ მიკარნახო როგორ მოვიქცე. გიკრძალა უკან გამოყოლას. ამ საქმეში არ ჩაერიო. აბა მე მითხრა უარი. კარგია რომ ჩვენთან ერთად ხარ. თუ სახლში არიან ერთად, მათ უფრო სწრაფად ვიპოვით. ეს ჩემი ვალდებულებაა, მასთან მუშაობდი. ბაჰარ ჰანიმ. დემირ ბეის ხომ კარგად იცნობთ? არა. დემირ ბეის კარგად არ ვიცნობ, სინან ბეი. ერთმანეთს მხოლოდ ვესალმებით. ერთ საათში ვინმეს გაცნობა ძალიან ძნელია. ხომ მართალი ვარ? ამისთვის ნდობა, გულწრფელობა, პატიოსნება და დროა საჭირო. ახლა რა სიზამს? ოღონდ არ იყვიროს. ისევ ცუდად გახდება. ხომ არ დავრეგო? დავურეკავ. ტელეფონი დარჩა. რა ხდება, გონს მოხვედი, ჰაზან? გადაიფიქრე განქორწინება. რას ამბობ, თარიკ? დედამ გაიგო რომ დავქორწინდით და შენთან წამოვიდა. სისულელი არ ჩაიდინო. დავიღუპე. მოვდივარ. ვინ არის ასეთი მომთვენელი? სად არის შენი უსაქმური შვილი, ხაჯერ? რა ხდება, გონუ? რა გჯერს? რა მჯერს? არ იცი, ხაჯერ? შენმა შვილმა ჩემი გოგო მოტყუებით ცოლად მოიყვანა. როგორ თუ ცოლად მოიყვანა? საბედნიეროდ ჩემი გოგო გონს მოეგო და განქორწინებაზე განცხადება შეიტანა. მაგრამ შენი ძვირფასი შვილი ამბობს, რომ საბუცხელს არ მოაწერს. სად არის თარიკი? მოვიდეს აქ და ჩემ წინაშე საბუცხელი მოაწეროს. რას ნიშნავს დაქორწინდნენ? მას ხელის თხოვნა უნდოდა. შენი შვილისთვის გასამეტებელი გოგო არ მყავს, ხაჯერ. რა გაყვირებს? შენი შვილი სულ არ მჭირდება. ჰაზანის გარდა უამრავი გასათხოვარი გოგოა. ჰაჯერ, სასრაფო დაუძახე შენ შვილს. საბუთებს ხელი მოაწეროს. რა გაყვირებს მეთქი? ახლა მეწადი აქედან. სხვის სახლში ყვირილი რა უზრდელობაა. თქვენ რას ვიყურებთ? მოშორდით. ჰაზან. დედა შენი დედა ჩემთან მოვიდა. გონული ყვირის. საქმე ცუდადაა ძვირფასო. ღმერთო, რა უბედურებაა. ექიმმა დედას უთხრა რომ არ ინერვიულოს. რამე რომ დაემართოს? დედა ჩემის ყვირის, ჰაზან. ერთმანეთი არ დახოცონ, სასწრაფოდ უნდა გავიქცეთ აქედან. რას ამბობ? სერიოზულად გეუბნები, ჰაზან. ის ორი ისე ჭხუბობს, რომ მეშინია ერთმანეთს ხელით არ შეეხონ. ხომ გეუბნებოდი, მათგან შორს უნდა გვეცხოვრა. თარიკ, რას ამბობ? ერთხელ მაინც დაფიქრდი. შენთან ერთად მაღაზიაშიც კი არ წავალ. არა თუ ამერიკაში. ეს იცოდე.
სინან, ამ გზაჯვარედინზე მარჯვნივ გადაუხვიე. კარგი, გასაგებია. ყველას მოგმართავთ, სახლს უახლოვდებით, მოემზადეთ, ჩემს ნიშანს დაელოდეთ, გასაგებია? ამას უყურე, მართალი ყოფილა. აბარა, რისთვის უნდა მოგატყუო? გაგიჟება შეიძლება. ვერაფერს მივხვდი. როგორ მოგვატყუეს? კურთხებას არ მივცემდი და მიჯერე. ჰაჯერ, კურთხევაზე ლაპარაკს თავი დაანებე. ცხადია რომ შენმა მაწანწალა შვილმა ჩემს გოგოს მოტყუებით მოაწერინა ხელი. რაო? შენი გოგო რაზე ფიქრობდა? ცხადია თვითონ დათანხმდა. ჩემ შვილს ნურაფერს აბრალებ. შენი შვილის ბრალია, ჰაჯერ. შენი შვილის ბრალია. თელმა უბანმა იცის ვინც არის. განა ასე აღზარდეთ ჩემი გოგო. რა საერთო აქვს ჩვენს უტვინო შვილთან? რა ხდება? რა აღვირებთ? ესე იგი, შვილიც უდად აღზარდე. თორემ ისინი არასდროს დაქორწინდებოდნენ. რა ამბავია, რა ხდება? გაჩუმდი. საჩხუბრად ნუ მიწვევ. ჰაჯერ, შეხედე შენ შვილს და მიხვდები რომ ჩემს გოგოს არ შეეფერება. მართლა? საინტერესოა როგორია შენი ჰაზანი. ნამდვილად არ მოცნებობდი რომ შენი უტვინო შვილი ჩემს ბიჭს გაყოლო და ცოლად. სულელი გოგო. გეყოფა უაზრო ლაქლაკი. ჯობს სასრაფოდ შენ შვილს დაუძახო. საბუთებს ხელი მოაწეროს და მაშინ მე წავალ. მორჩა გეყოფა. რა აღარ აკადრე ჩემ შვილს. ასე როგორ შეიძლება? ნეტა რა ხდება? მე რა ვიცი, იქნებ შენმა შვილმა მოატყუა ჩემ შვილს. ჰაჯერ ნუ გამაგიჟებ. გთხოვ დაუძახე შენს ბიჭს. დაუძახე რომ საბუთებს ხელი მოაწეროს. დაუძახე. დემირ, აქ დარჩით. როგორ ხარ ბაჰარ? კარგად ვარ. Başım döndü. თავბრო დამეხვა. სახლიც არიელი არავინა. ბიჭებო, ყველაფერი დაათვალიერეთ, თუ აქ იყვნენ, კვალი დარჩებოდა. კარგი, შეგატყობინებთ. რა მოხდა? განყოფილებაში ბრუნდებით, მანქანაში ვილაპარაკოთ. ღმერთო, რა ხდება, რა აჩხუბებთ?
ჩემ შვილს რატომ შეურაცხყოფ? როგორ არ გცხვენია, ჰაჯერ? ის ჩემი შვილია და პატივი გვეცი. მისი გაგიცხვა მხოლოდ მე შემიძლია. თუ შეიძლება შევალ უკაცრავად. მას ჭკუა მხოლოდ მე შემიძლია, ვასავლო. ეს დაიმახსოვრე. ჩემ შვილს ცოლად არ გავატან შენს უტვინობიშს. მორჩა, გონს მოდი საკმარისია. თავი მომაბეზრე, გაჩუმდი. შენმა თავხედმა შვილმა არაფერ ჩაგაგდო და ჩვენ რა შუაში ვართ. შეწყვიგე ჩვენი შეურაცხყოფა, ჰაჯერ. ნებისმიერს გავანადგურებ, ვინც ჩემ შვილს მოატყუებს. შენმა უვარგისმა თარიქმა ჩემი შვილი გაასულა, მაგრამ მაინც არაფერი დააკლო. ოქროს ტალახში თუ ჩააგდებ, სპილენძად არ იქცევა. თავი ვინ გონიათ? დიდი ვინმეები ხართ, არა? ხაზან, საქმე ცუდადაა. იქნებ შევიდეთ. თარიქ? რა სიმალები? ხაზან, ახლა გამოსვლას და ჩარევას ვაპირებდი. არა რაობა ხარ. გეყოფ ამდენი ყვირილი. მორჩა საკმარისია. რამდენი შეიძლება? თავი სადგონია. ჰაჯერ, დედა წამოდი. დედა ჰაჯერ არ გინდათ. გთხოვთ, დედა წამოდი წავიდეთ, გთხოვ დამშვიდი. მე შენ გიჩვენებ სეირს. გეყოფა, არ წამოვალ. გეყოფათ, გთხოვთ. ჰაზან, მოგბრძანდი? როგორც იქნა. დედა შენმა სინდისი საერთოდ დაკარგა. ჰაჯერ, დედა გთხოვ გაჩერდი, ნუ უსმენ. დედა გონო, სახლში წავიდეთ, ნუ ჩხუბობთ. ნურჯან გაჩერდი. მეზობლები შეიკრიბდნენ და გიყურებენ, სახლში შედით. თავხედი ეს, თავხედო, თავხედო. შენ შულს მიხედე. გეყოფა, ჰაზან. დედა როგორ ხარ? რა დაგემართა? დედა. წავიდეთ. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა, ჰაჯერ. დაიმახსოვრე. დედა. ღმერთო, რა სირცხვილია. რა სირცხვილია. რა უნდათ ჰაჯერისგან? ნედავ რა მოხდა? ახლავე დაიშალეთ. მაბატია მეგობარო, მანქანაში უაზრო ლაპარაკი წამოვიწყე და უფიქრებლად რაღაცები ვთქვი. არა სინან, არაფერ შუაში ხარ. დაწყნარდი. ბაჰარჰანი, ჩვენებას ჩამოგართმევთ. რა თქმა უნდა. ერთი წუთით, ოფიცერო. ბაჰარი ცოტა ხნის წინ ავტოკატასტროფაში მოყვა და ნაწილობრივ მახსოვრობა დაკარგა. მის ჩვენებას იურიდიული ძალა ვერ ექნება. ხომ გესმით? გასაგებია, თუმცა მიუხედავად ამისა შეიძლება რაღაც ახსოვდეს. ნება მომეცით მხოლოდ რამდენიმე კითხვას დაუსვამ. გთხოვთ. კაბინეტში შემოგბრძანდით. რა უსირცხვილო. უსინდისო თავხედი ქალია. უნდა რომ მდგომარეობიდან გამოწრეს. თითქოს არ იცოდეს რა არამზადაშვილი ყავს. დედა გონო, მოყვერი, საავადმყოფოდან ახლა გამოხვედი. ასეთი შვილი რომ ყავს, როგორ დამშვიდე. შეხედე ვისთან გვაქვს საქმე. ის უტვინო არ გვეყოფოდა. ახლა დედამისიც დაგვემატა. რა სირცხვილია. რა სირცხვილი. ისევ შენ ხარ გონულ. რა გინდა შეთავხედო? წადი აქედან. მითხარი, გონულს ხაზანის ხელით თხოვეო. არა და უკვე დაქორწინებული ყოფილხარ. დედა ასე მოხდა, ხაზანი განქორწინებას მთხოვს. მე კი ვიფიქრე, რომ რამე უნდა მეღონა და შეცდომა გამომესწორებინა. გამოგესწორებინა, არა? ოღონდ ასეთ რძალს არ მივიღებ. არასდროს.
ხომ დაინახე ვინ არის? დედამის შეხედე და მიხვდები. Anne tamam dur bir sakin. კარგი გაჩუმდი დაწყნარდი, ნუ ყვირი, ასე ნუ იქცევი. ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევს. შვილი ლაპარაკს მიგრძალავს. ვერ ხედავ ყველაფერი მიკანკალებს. ამ თავხედმა რა არ მითხრა. მე კი გავჩუმდე? ვერ ეღირსები. თუ ღმერთი გწამს აქედან წადი. თვალით არ დამენახო. მოშორდი. წადი. ბაჰარ ჰანიმ. აი ეს ჩანაწერი გატაცებამდე ერთი დღით ადრე გაკეთდა. აი სუნჰანიმი ამ სასტუმროში შევიდა, მაგრამ ცუდად გამოიყურებოდა. აი ახლოდან გიჩვენებთ. ეთყობა რომ სცემეს. სახეზე ცემის კვალი აქვს. ამის შესახებ რამე იცით? არა, კომისარო, პირველად ვხედავ. არც ამის შემდეგ გინახავთ? არა, როგორც კი მოვიდა თავის ოთახში შევიდა. გასაგებია, განმოგრძეთ. აქ აი სუნჰანიმის მერე სასტუმროში მისი ადვოკატი მივიდა. როგორც ჩანს, თავდასხმის მერე ადვოკატი დაიბარა. ის კი კლიენტის დასახმარებლად წავიდა, აი სუნჰანიმი იქ იმალებოდა. მასთან საუბრის დროს რამე უცნაურობა ხომ არ შეგიმჩნევიათ? თქვენთვის არაფერი უთქვამს თავისი განსაცდელის პრობლემების ვალების შესახებ? არაფერი უხსენებია? იქნებ რამე გაიხსენოთ. ბაჰარ ჰანიმ. არა, კომისარო, ჩემთვის არაფერი უთქვამს. ჰაზან, თავი დაანებე. დედა შენი ახლა გაღიზიანებულია. დამშვიდდეს. ჰაჯერს როგორ ეჩხობა ხომ დაინახე. ყველაფერი იმ შიშარა თარიქის ბრალია. ჰაზან, ამასაც აქვს თავისი დადებითი მხარე. იმედი მაქვს ჰაჯერი თარიქს აიძულებს, რომ განცხადებას ხელი მოაწეროს. მართალი ხარ? ალბათ ასეთი რძლის წინააღმდეგი იქნება. ჰაჯერი უცნაური ვინმეა. არავინ იცის რაც იზამს. შეიძლება გაბრაზებულმა თქვენს ჯინაზე სხვა რამ გადაწყვიტოს. ასე ფიქრობ? თითქოს არ იცნობდე. მისგან ყველაფერს უნდა ელოდო. იმედი არ დაკარგო. გაძლიერდი, კარგი? ახლა ცხელწუნიანს მოვამზადებ. დეიდა გონული დაიხალა და ცხელწუნიანი ძალიან მოუხდება. ნურჯან, ნუ წუხდები. მე მოვამზადებ. არა, რას ამბობ? სწრაფად მოგიმზადებ. შენ კი მარამდე დაისვენე, კარგი? მიდი დაისვენე. გმადლობ. ის ხამაკლდა. ეს რატომ დამემართა? არა, ღმერთო. ოღონდ ის არ იყოს, რაზეც ვფიქრობ. მithumedes ახლა. ღმერთო, გთხოვ, შემიბრალე.
ბაჰარ როგორ ხარ? კარგად. Pamuk გთხოვ. ცოტა ხნით მარტო დაგდოვე. კარგი შვილო. Demir. იმ დღეს სასტუმროში აისუნის დასახმარებლად წახვედი? თუმცა ყველაფერი გავიგე და რატომ გეკითხები? არაფერია. ამაზე არის დარდო. არა, უაზროდ მოვიქეცი. მაგრამ შოკში ვიყავი. როცა სასტუმროს ანგარიშები აისუნის სახელზე ვნახე, ყველაფერი არასწორად გავიგე. თავში სულელური აზრები მომდიოდა. ვიფიქრე, რომ თქვენ სასიყვარულო ურთიერთობა გქონდათ. წარმოგიდგენია, მაპატია ძალიან მსხვენია. პატიების ღირსი არც ვარ. გთხოვ, მაპატია. ბოდიშს გიხდი. მაპატია. ამაზე ნუ ფიქრობ, ბაჰარ. შენზე დიდხანს გაბრაზება არ შემიძლია. დემირ ბეი, გისმენთ, შეიძლება ჩვენება ჩამოგართვათ. რა თქმა უნდა, გთხოვთ. არ მწყინს. რა სულელი ვარ. არც კი გამერკვევია. იმდენი საზისხრობა ვთქვი. რა მოხდა ძვირფასო? დემირი და აისუნი. მერიდება კიდეც თქმა. ყველაფერი არასწორად გავიგე. ყველაფერში გაერკვევი, შვილო. ახლა ვერავინ გიპოვის აისუნ. ანგარიშწორების დრო დადგა. გეგონა ეს ყველაფერი შეგრჩებოდა? არასოდეს. ამის იმედი არ გქონდეს. ის დღის ჩრდილოეთით ქოხში წამიყვანს. ჩვენ ბოლომდე არაფერი გვითქვამს. დემირ, სულელურად მოვიქეცი. მაპატია. შეძლებ ჩემს პატიებას. ბაჰარ, ეს წარსულში დარჩა. უკვე დავიწყების დროა. არ ღირს ამის გამო ტანჯვა და ბოდიშების მოხდა. ეს მარტივი არ არის. მე სანამ ჩვენებას მივცემდი, შენთვის ნიშნულოვანი რამ უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ მოვასწარი. შენზე გაბრაზება საერთოდ არ შემიძლია. სისულელეების კეთება რომ გავაგრძელო მაინც?
თუნდაც ასე მოხდეს. რატომ? არ ვიცი, ასეა. Ama kızamam. მოდი ეს თემა დავხუროთ. O yüzden მალე ყველაფერი გაირკვევა. evin güvenlik რა ხდება ბაჰარ? görüntülerini getirdim. Bir saniye bak. შეიძლება გავიდეთ? ხო, Ne oluyor? არ მეტყვი რა ხდება? Anlamadım. ვერ გავიგე? Daha birkaç ნახევარი საათის წინ მასზე საშინლად ბრაზობდი, ახლა რა ხდება? Ne oldu da? Şerigdit. Aramız düzeldi. Şu mesele. ამას მეკითხები? Benim de bir şey değil. არაფერია. Ufak bir yanlış გაუგებრობა anlaşılma. მოხდა. Merak etme. ვისაუბრეთ და ყველაფერი გავარკვიეთ. Ne demek istiyorsun? რას გულისხმობ ბაჰარ? მომიყევი. Boş ver Şeref. დაივიწყე შერება. ნიშნულოვანი არაფერია. დემერ? კრიმინალისტებმა იატაკზე წარწერა აღმოაჩინეს, როგორც ჩანს აისუნჰანი მიწერდა. უნდა შევამოწმოთ. Kendisi როგორც ირკვევა დამნაშავემ, ormanlarında ის ტყის ჩრდილოეთ მხარეს ქოხში წაიყვანა. ჯგუფი უკვე წავიდა, მეც მივდივარ. მალე იქ ვიქნებით. ხო, მეც გამოყვებით. მეც წამოვალ. ბაჰარ, ამჯერად შეიძლება საშიში იყოს. ძალიან გთხოვ დარჩი. რა საჭიროა გარისკვა ბაჰარ? სჯობს აქ დაველოდოთ. ასე უფრო მშვიდად ვიქნებით. არა, Ben de მეც მინდა წამოსვლა დემირ. გთხოვ, ბაჰარ, Orada neyle არ ვიცით იქ რა გველის. ნუ დაიჩემებ, გთხოვ. Lütfen ძალიან daha გთხოვ. fazla ısrar etme. Burada elim kolum bağlı. აქ დარჩენა არ შემიძლია. Hem belki იქნებ bir რამეში fayda გამოგადგეთ. Merak etme kendimi. უსიამოვნებას თავს ავარიდებ. პირობას გაძლევთ. Tamam. კარგი. ოღონდ ერთი პირობით. სულ ჩემ გვერდით იქნები, კარგი? კარგი, Sen benim arabamla ჩემი მანქანით წავიდეთ ბაჰარ. სჯობს მოშორებით ვიყოთ. uzaktan takip Damicere. etmeniz böyle daha güvenli. Hayır. არა, Demir'le gitmek დემირთან ერთად წავალ. Hadi. კარგი, წავიდეთ. შვილო, Oğlum sen deli არ misin? მესმის. უტვინო ხარ? Aklını mı yitirdin? თუ სულ შეიშალე. დედა რა ხდება, ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს. შენ მაინც ნუღარ დაიწყებ. O beni მე ამაში დამნაშავე ვინ არის? ვიცი ბრალია. kim açtı başına? მთელი გულით გისურვებ უფრო მეტ პრობლემას. Olacak. Sen იქნებ ასე მაინც გახდი ადამიანი. sen გონს zaman როდის adam მოხვალ? olacaksın. შენს ბნელ საქმეებზე თვალებს ხუჭავდი. Geçtim. როგორ ჩანს სულ ტყუილად. Bir de რა თავხედი ხარ? როგორ მთხოვდი წაყოლოდი ხელისათხოვნელად იმ გოგოსთან, რომელზეც უკვე დაქორწინებული იყავი. როგორ აგიხსნა, ძალიან რთულია. რთული არა? რთული. işte. İşler karışık. სირთულე მას მერე დაიწყო. რაც სიარული ისწავლე შვილო. İşler karışık. ხო. თელი უბნის წინაშე. Bütün თავი მომჭერი. mahalleye rezil ettin. O გაიგონე გონულმა რა მითხრა. Lafları duydun mu? გაიგონე შერეგვენო. დედა, რატომ არ შეგიძლია მოსმენა? ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა და ხელის თხოვნა გადავწყვიტე. İsteyelim. რა ხელისთხოვნა? Hadi ეს ხომ სისულელეა. Hadi oradan be. იცი ეს სისულელე? შენს მეზობლებს მოუყევი. Bu palavraları başkasına anlat. Ben senin შენი ტყუილების აღარ მჯერა. საკმარისია. inanmıyorum. არ მჯერა გასაგებია? Kim bilir. ვინიც ის კიდევ რა ჩაიდინე. Çevirdin de.
Allah ღმერთმა ჩაგიშალა შენი სულელური გეგმები. ჩემი გეგმები მხოლოდ ოჯახის შექმნა, მეტი არაფერი მინდა. გეყოფათ ყოილი. anlıyor musun? შენი მოსმენა აღარ მინდა, მორჩა. გონული კიდევ რომ მოვიდეს. თვალებს დავთხრე. აქედან ხეიბარს გავუშვებ. Anladın mı? გესმის? Lan kazık kadar. ზრდასრული ადამიანი ხარ. Dayak უკვე გაიზარდე იმისთვის რომ გწემო. Şimdi ასე რომ ამ პრობლემებისგან თავი თვითონ დაიხსენი. öyle Gaige. elimizde ol, tamam mı? როგორ დავიხსნა? Ne mi yapacağım? როგორ დაიხსნა შვილო? Ne yapacağım? წარმოდგენაც არ მაქვს. Kaç git. გაიქეცი. Kimsenin haberi olmaz. შორს გაიქეცი აქედან. ან გავშორდი. Bak anne. როგორ თუ გავშორდე? ამაში ვერავინ დამარწმუნებს. ჩემს ოჯახს მივხედავ, თუმცა ეს ადვილი არ არის. მაინც ვწდი. ღმერთო ეს რა ადამიანია. ტვინი სადა აქვს. რა ცოდვების გამო მყავს ეს შვილი? ქარაფშუტა. რა დავაშავე? ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.